თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს ამ ლოზუნგით გორში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები გორის საკრებულოს შენობასთან ყოველდღე იკრიბებიან. აქციის მონაწილეები TV პირველის ოპერატორის ლაშა ჯიოშვილის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. შეკრებილები ამბობენ, რომ ლაშა ჯიოშვილის დაკავება არაკანონიერად მოხდა. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ აქციის დროს დაკავებულებს და ქვეყანაში ხელახალი არჩევნების შეტარებას ითხოვენ. შეგახსენებთ, TV პირველის ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი გუშინ გვიაღამი დააკავეს, მას სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. ის ზახეცით დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. ჩვენ ვნახეთ, რომ ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს ის და არა პოლიციელებმა, მით უმეტეს რასაც ედავებიან მუხლი არის აბსოლუტურად აბსურდული. ჩვენ სათქმელს რაც შეეხება დღევანდელი პროტესტის ძირითადი მიზანი ეს არის ლაშა ჯიოშვილის თავისუფლება და რა თქმა უნდა ძირითადი მოთხოვნები რჩება ძალაში და იმ გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებითაც მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილმა იმდენად რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას შექმნა ქვეყანაში, რომ ადამიანები იძულებულები ვართ აქციაზე 100 ლარის გამოვიდგეთ ყოველდღიურად.